ქუთაისის ქუჩებში თოვლმა პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზებზე საცობებია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებით მოძრაობს და გზების უმრავლესობა გასაწმენდია. მეგატივის მიერ სოციალურ ქსელში ჩატარებული გამოკითხვის პასუხად თუ რა პრობლემები შექმნა თოვლმა ქალაქში, მოქალაქეები წერენ, რომ პრობლემაა გადაადგილება შუქი და ინტერნეტი. გამოკითხვაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც პრობლემა თოვლს არ შეუქმნია. შუქი ახლა მოვიდა, ინტერნეტი არ გვაქვს. არანაირი პრობლემაა. ძალიან გვიხარია, რომ თოვლი მოვიდა. ქალაქამდე ვერ მოვედი. საშინელი მდგომარეობაა, ვერ გადაადგილდება ხალხი. ყველანაირ პრობლემას უქმნიან ხალხს, ხელოვნურად. უშუქობა. არც შუქი და არც ინტერნეტი არ არის მთელი დღეა თითქმის. გადაადგილების. წერენ მოქალაქეები. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ინტენსიურმა თოვამ და უხმანალეკმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ყველა უბანში ხორციელდება. ლიდან უხმანალეკი მოვიდა ქუთაისში, მიუხედავად ამისა შესაბამისი სპეცსამსახურების სპეციალური ტექნიკით გამოსული არიან და მიმდინარეობს ქუჩების გაწმენდა, საპატრულო პოლიციასთან ერთად, სამაშველო სამსახურთან ერთად დილიდანვე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რაც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქუთათურებს ვთხოვოთ თავი შეიკავონ მაქსიმალური გადაადგილებისგან ქალაქში. როგორც ცნობილია, უამინდობა დასავლეთ საქართველოში 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება. დღესდილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობა მაღალი და დაბალი ძაბების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია, როგორც ენერგოპრო ჯორჯიაში აცხადებენ, ტექნიკური სამსახურის საგანგებო რეჟიმში მუშაობს კომპანიის დამატებითი ბრიგადები, დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში. ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას. რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, ქუთაისთან გაჩერებული იყო სამგზავრო მატარებელიც. სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზა. იმერეთი გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ. მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობა გრაფიკში აღდგენილია. სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. აღნიშნულია განცხადებაში. ათენიდან ქუთაისის მიმართულებით ვიზიარის ფრენა ვერ შესრულდა. აღნიშნულს ათენის აეროპორტში ქართველების მღელვარება მოჰყვა. მათი თქმით, ჯერ რეისის გადადების შემდეგ კი საერთოდ გაუქმების შესახებ განუცხადეს. შეფერხების მიზეზი ქუთაისში მოსული თოვლი გახდა. ემიგრანტები ათენიდან თბილისის ან საქართველოს სხვა ქალაქში ფრენის დანიშვნას ითხოვდნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში დღეისათვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება შეუფერხებლად სრულდება. გამონაკლისი გახდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა. სული ვარ დილიდან არ გაგვაფრთხილეს, გადაიგვა შემოგვიყვანესად. ჩვენ ძვალი გვერდში არც იმას გვერდში დგომატო. და წადი სახში. ასეთ არ მივდივარ. ჩატერული რეისი დაამატო და გადმოგვაფრთხილეს. ემიგრანტები ვართ, მუშაობთ. ქუჩაში ვყრივართ და ერთი არ გამოჩნდა, რომ ჩვენ გადმოგვაფრინოთ და ჩვენ ქვეყანაში ჩვენ შვილებთან ჩამოვიდეთ. ასე უჭირს საქართველოს, ასე უჭირს, რომ ჩვენთვის ერთი ჩატერული რეისი არა? რაც საელჩო გვეხმარება და არა ვით მოვიდა საელჩო, წამოვიდა უკან, იყავით მაქო, აქავა. ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე ვიყავ. ვერ აღწერა. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვარ. არ საერთოდ ახალი წელი. თბილისში გადაგვიყვანონ, ბათუმში გადაგვიყვანონ, თურქეთში გადაგვიყვანონ და იქიდან გადაგვაფრთხილონ. აი ბავშვები, არეთ როგორ ძინავ ბავშვებს ანა. რა დღეში ვარ? არანაირი თოვლის პრობლემა. არის სუდი ამიდი. ვიტყვი და ყველა შეხედეთ რომ მარტო ჩვენი არ გაფრენილა. ეს არ პრობლემა. ყველა მივდიოდით სახში საახალწლოდ, ზოგ 3 თვიანი ვიზა უმთავრდება. ყველას რაღაცა ისინი გვაქვს, ხო? გეგმები და ზოგი 2 დღით მიდის თავის სახში, რომ ბავშვებთან გაატაროს, ზოგი მამის გასვენებაში მიდის,
ზოგი შვილის 40-ზე მიდის. აი რა უნდა ქნას ამ ხალხმა, ხალხო მოხსნას პირველი იანვრის რეისი და დღეს დაამატოს. გააკეთოს ამ ვიზიარმა რაღაცა დაგვიდგეს ჩვენი მთავრობა ვიღაცა გვერდში. შემოგთავაზეს ესეთი რაღაცა, რომ ანუ 3 დღის განმავლობაში წავიდეთ სასტუმროში, გადაიხდის ვიზიარი ამ თანხას და 31-ში არის ჩანიშნული ფრენა და შეგვიძლია გავფრინდეთ 31-ში. 31-ის ბილეთები არ არსებობს ერთიც კი, ყველა გაყიდულია აბსოლუტურად. მოგეხსენებათ ემიგრანტები სულ რაღაც ერთი კვირით გვაძლევენ შვებულებას. ერთი კვირის მერე მოცემული ბილეთებით ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ვიზიარის ბილეთები. დღეს დაინიშნოს ჩარტელური რეისი ვიზიარმა. დანიშნოს არის შესაძლებელი და შეუძლებელს არაფერს არ ვიცხოვთ. უამინდობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, მათი თქმით, ფრენები შეუფერხებლად ხორციელდება. დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვის მიუხედავად დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად მიმდინარეობს. აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება. დღეისათვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა. უამინდობის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების შედეგად ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურმა უზრუნველყო. უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება. ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში 2026 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. შესაბამისად, ტარიფი შეუნარჩუნდებათ როგორც თბილისში თელმიკოს, ასევე რეგიონებში ებ ჯორჯიას მომხმარებლებს. ასევე უცვლელი დარჩა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფებიც. კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. სამომხმარებლო ტარიფები შედგება 2 კომპონენტისგან. ერთი ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები. ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით და ასევე კომპანია ენერგოპროს ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მცირედი დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა, ამიტომ ამ მოცემულობებზე დაყრდნობით ჩვენ გამოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით 3 თვის ვადით არსებული ტარიფები უცვლელი. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი სამსახურის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების მანძილზე მომხმარებელს არ გაიზრდება სამომხმარებლო ტარიფი. ეს ეხება როგორც ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, ასევე ეხება ელექტროენერგიის მომხმარებლებს. მიუხედავად შენარჩუნებული ტარიფისა, კომპანიები ინარჩუნებენ ვალდებულებას, რომ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების ფარგლებში განახორციელონ ყველა იმ სარეაბილიტაციო მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება, რომელიც ქსელი სარეაბილიტაციო სამუშაოების და გაუმჯობესებას ემსახურება და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ასევე მომსახურებების ხარისხზე. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს უწყების თანახმად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 27 დეკემბერს დააკავეს.
დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მეოთხე ნაწილის გექვე პუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ქუთაისში 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. 2025 წლის საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. დღეს დავაჯილდოვეთ ჩვენ წლის წარმატებული სპორტსმენები. თითქმის ყველა სახეობა მოვიცავით, ყველა სახეობიდან ის სპორტსმენები მოხდნენ ამ დასაჯილდოებელთა სიაში, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე კარგი შედეგი დადეს. მინდა თვითოულ მათგანს მიულოცო ეს წარმატება, უსურვო ჯანმრთელობა, წინსვლა წარმატება და მე დარწმუნებული ვარ, როგორც წარმატებული იყო ქართული და ქუთაისის სპორტისთვის 2025 წელი, ისეთივე წარმატებული იქნება 2026. ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ ჩემს ქალაქშიც გავხდი საუკეთესო სპორტსმენი. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც დაინახა ეს ყველაფერი და წვლილი შეიტანა ჩემ განვითარებაში. მინდა საქართველოს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო.